მოგესალმებით მეგობრებო, აბონი მოგესალმებათ და აი მსოფლიომ იხილა, როგორც იქნა ეპშტეინის ფაილები და ნახევარი მსოფლიო ელოდებოდა მათ შორის ჩვენი საყვარელი მოსახლეობა და მათ შორის პრადვინუტი ჟურნალისტები მაგალითად აღარ დავასახელებ სახელებს და გვარებს იდიოტებს რო წერენ, იმიტომ რომ არიან ჩასოროსებულ, ჩადემოკრატებულ, სოციალ-დემოკრატებულ, ჩაკომუნისტებულ, ჩარუსებულ, ჩა. რანაირად იხილავდით რამეს დონალდ ტრამპზე, როდესაც წლების წინ გამოძიება ეპშტეინის წინააღმდეგ FBI-ში სწორედ დონალდ ტრამპის ინიციატივით დაიწყო. იფიქრეთ, მაგრამ დონალდ ტრამპმა გააწელა ეს პროცესი, რადგანაც დონალდ ტრამპი არასოდეს არ აპატიებს არც ობამას, არც კლინტონებს, არც ბაიდენებს და არც პუტინს და მის კრემლის ხროვას, Russia Gates, არასოდეს. ამიტომ ჩემო საყვარლებო, როცა ეკლესიაში შეხვდით, 30 კაპიკიანი სანთელი, 30 თეთრიანი სანთელი დაანთეთ, რომ ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი დონალდ ჯეი ტრამპი იყოს ძლიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ყველაფერში და ღმერთმა მისცეს მას გაძლება. Ui, neta რამდენ სუხტიანია ფარულავას ამ ასე რო ღაღადებს დააკებსო. სიმართლეში ფული არასოდეს არ უნდა გადაიხადოთ. ტყუილში უნდა გადაიხადოთ და მე სიმართლეს გაღადებ. აბა დროებით. გადადეს ფაილების გამოჟღავნება, წამოიკიდეს დემოკრატები, გამოჩნდა თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი, იქ რესპუბლიკელებიც გამოჩნდნენ და საერთოდ რესპუბლიკელებშიც არის მთელი პრობლემები და გაიწმინდება მალე, გაიწმინდება და ზედმეტი ბალასტი და ის, ვინც ხელს უშლის დონალდ ტრამპის დიადიდებს, ყველანი ჩამოშორდება ამერიკის მთავრობას. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. რაც შეეხება ხა საქართველოს. ხო, მეგობარი აქტი. ნუ რა ვქნათ, ჩვენმა ჯომ ვერ გაკაჩა ისეთ დონეზე, რა დონეზეც საჭირო იყო მეგობარი აქტის გაკაჩვა, მაგრამ არაუშავს მეგობარი აქტი აუცილებლად იცვლის სახეს და უკვე დიადი ლინზი გრემის აქტს და პროექტს შეუერთდება. და ელოდეთ ამ ამბავსაც. ამიტომ, ვისაც გიხაროდათ, რომ ვაიმე ეხლა ტრამპს რაღაცა დაემართება, აი კიდევ ერთხელ. რაც შეეხება პუტინს, უკრაინას და ასე შემდეგ. უკრაინას ვისი საჩუქრად გადასცა სატესტოდ 2500 კილომეტრიანი მიწა რაკეტები და 1500 კილომეტრიანი მიწა ჰაერი რაკეტები არ იცით, ხო? მე ვიცი და გეუბნებით. და საერთოდ იცოდეთ ერთი რამე და მე ამას ერთი წლის წინ ვლაპარაკობდი, რომ დონალდ ტრამპის ზეამოცანა არის პუტინის რუსეთის დაშლა, კრემლის რუსეთის დაშლა და ის ამისკენ მიდის ნაბიჯ და ის რას ამბობს ეს ერთია, რას ფიქრობს ეს მეორეა და რას გააკეთებს ეს მესამეა. არა ვალდებული აჩოტი ჩაგაბაროთ თქვენ იმათ. ეხლა ამერიკის ეკონომიაზე არ დამწყოთ ლაპარაკი, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის კუდი და 2026 წლიდან ამერიკის ეკონომია, ფასები და ყველაფერი დანარჩენი გაუმჯობესდება ბევრად. მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეპშტეინს ისე ეზიზღებოდა დონალდ ტრამპი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ნაცემი რო ყავს, იცით ხო? დონალდ ტრამპი არ არის უბრალო კაცი, ნაცემი ყავს ეპშტეინი. ისეთი გამწარებული იყო და ისე ეზიზღებოდა, რომ რუს დემოკრატების დახმარებით და დემოკრატების ინიციატივით რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა, რათა დონალდ ტრამპზე შეექმნა კომპრომატები, როგორც აი ხო ამბობენ, რაღაცა ის არის კრასნოვი, პუტინის პუდელი და სისოლელეები. არა გენაცვალე. ეგრე არ არის ხალხო და ამაში ცოტა ხანში ყველანი დარწმუნდებით, აბსოლუტურად ერთს გთხოვთ ქართველებო, ეკლესიაში რომ შედიხართ, ერთი სანთელი დაუნთეთ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობას და ისო ეს კაცი დიდხანს იყოს ჯანზე იყოს, იმიტომ რომ ამ კაცზე არის დამოკიდებული საქართველოს ბედი. ამ კაცზე. დონალდ ტრამპი არასოდეს არ აპატიებს არც ობამას, არც კლინტონებს, არც ბაიდენებს და არც პუტინს და მის კრემლის
ხროვას, რაშა გეიტს, არასოდეს. ამიტომ ჩემო საყვარლებო, როცა ეკლესიაში შეხვდით, 30 კაპიკიანი სანთელი, 30 თეთრიანი სანთელი დაანთეთ, რომ ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი დონალდ ჯეი ტრამპი იყოს ძლიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ყველაფერში და ღმერთმა მისცეს მას გაძლება. უიმე ნეტა რამდენს უხდიანია ფარულავას ამ ასე რო ღაღადებს და აკებსო. სიმართლეში ფული არასოდეს არ უნდა გადაიხადოთ. ტყუილში უნდა გადაიხადოთ და მე სიმართლეს გაღადებ. აბა დროებით.